გიგი უგულავა თავისუფალია პენტენციური დაწესებულება დატოვა ასევე იმ 7 პირმა, რომლებსაც უგულავას მსგავსად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლის საფუძველზე ედავებოდნენ. ისინი გირაოს გადახდის შემდგომ გათავისუფლდნენ და პენტენციური დაწესებულებები დატოვეს. სასამართლომ გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს და ალექსანდრე გოგოლაძეს 5,000 ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4,000 ლარიანი, ვასილ ელიავას და ნიკოლოზ კუტუბიძეს კი 3,500 ლარიანი გირაო შეუფარდა. აღნიშნულ პირებს ბრალი ედებოდათ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაში. წარდგენილი ბრალდება 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისიმულთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა 4 თებერვალს 8 პირს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. კარგია, რომ ჩემთან ერთად სხვა პატიმრების განთავისუფლდნენ, მაგრამ პოლიტპატიმრები ამ ქვეყანაში კიდევ რჩებიან, დაგვიჭერენ, ვიждდებით ციხეში, გამოვალთ, გავაგრძელებთ ბრძოლას. მანამ სანამ ეს ხუნტა იქნება მომჯდარი საქართველოსზე და ესე ნაბიჯ მიაჩოჩებს და მიათრევს რუსეთისკენ, მანამდე არ იქნება არანაირი უკან დახევა. ეს კანონები არის სისულელე და ბოდვა. ასეთ კანონებს იღებდა იანუკოვიჩი და ჩვენ კარგად ვიცით როგორ დააცვლა იანუკოვიჩმა. ბრძოლა რა თქმა უნდა გრძელდება, თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის დანაშაული. როდესაც იბრძვი შენი ქვეყნისთვის, სადღაც უშვებ იმასაც, რომ მოგიწევს ციხეში ჯდომა. მაგრამ ქართულ ოცნებას არ ესმის ერთი, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხეულის რაღაც 4 კედელში გამოკეტვას, თავისუფლება არის გულში და გონებაში და ამას ვერასდროს ვერ წაგვართმევენ. ძალიან დამღლელია უკვე ეს რავი. არ ვიცი რა, როდემდე უნდა გავგრძელოთ, ასე ვერ ხვდები. ყველანაირად გაგვიწერეს ყველაფერი და პირობები შეგვქნეს ისეთი, რომ გართულდეს და უფრო მეტად შეეშინდეს ხალხს გარეთ გამოსვლას. კარგად გრძნობ თავს, ჯანმრთელად, რა ვიცი. სახსალამათად ღვთისმსწავლობით. არ ველოდი ხა, მაინც ველოდი რომ მოგვისაჯებდნენ აკვეთით პატიმრობას, მაგრამ ეს რა ვიცი. ასე გადაწყვიტა პროკურატურა. აღკვეთის სახით იქნა გამოყენებული გირაო 3,500 ლარის ოდნობით ბატონ ნიკას შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ბრალს არ ვაღიარებთ. ნიკა თავს ცნობს უდანაშაულოდ, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და აი ამ აბსურდულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დადგინდეს ერთადერთი ჭეშმარიტება, სიმართლე. ეს არის ის, რომ ნიკა არის უდანაშაული და მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.